იუსტიციის მინისტრი თია ძულუკიანი. თია ძულუკიანს დაევალა, რომ მან უნდა წარმოადგინოს პროექტი სამართლიანი სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბების. ამას თია წარმოადგენს, უახლოეს დროში ჩვენ გუნდი ვიმსჯელებთ. ამაში შევა სამართლიანი სასამართლო და ესე შემდგომ. მინისტრთა კაბინეტში რამდენიმე მაჟორიტარი კანდიდატიც მოხვდა. აი კარგია რომ შემახსენეთ. ძალიან კარგი კითხვა დამისვით. მე გამოვჩე ეს პირადად გამოვჩა. მე მინდა მოსახლეობას სამი მაჟორიტარობის კანდიდატი ჩვენ. ესეთი იყო კალაძე, კბილაშვილი და თია ძულუკიანი. თია ყველაზე მეც განიცდის ამას. ისინიც განიცდიან, ამდენადაც ბევრი იმუშავეს მათ საკუთარ ამომრჩეველთან, დამეგობრებული არიან და მე მგონი რომ ღირსეული კანდიდატები აირჩიეს, მათ ძალიან მაღალი პოსტები მიიღეს და ამიტომაც თქვენს უარი მაჟორიტარობის კანდიდატობაზე და აქედან შეიძლება უფრო მეტიც გაუკეთონ და დანაპირები რაც აქვთ, აუცილებლად შეუსრულონ თავის ამომრჩეველს. არჩევნები იქ მგონი 1 წლის განმავლობაში უნდა ჩატარდეს და მანამ კურირებას გაუწევენ. პრინციპულად აქვთ სამივეს ეს დამოკიდებულება, რომ თავის რეგიონებს გარდა იმისა, რომ თანამდებობები ექნებათ, ყურადღებას მიაქცევენ იმ დაპირებებს, რომ შესრულებაში მიიღონ მონაწილეობა. მათ აუცილებლად გაუწევენ კოორდინაცია.